ხანუ მორიგი ცირკი ჩატარდა დღევანდელ დღესაც. იგივეს აკეთებენ, რაც მაისის თვეში აკეთებდნენ, ძალადობა, ხალხის ჩაგვრა და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთ ესე, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად და დარწმუნებული ვარ, რომ სამართალი ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება და იქნება სამართლიანი სასამართლოც და თავისუფალი საქართველო. თამთა, ეს არის პოლიციელზე, ვთქვათ, ძალადობის მუხლი, ეს არის მუხლი, რომელზეც მაგალითად მზიამაღლობელია ახლა დაკავებული. ანუ ეს ერთი და იგივე მუხლზე ვლაპარაკობთ, ხო? კი, დაახლოებით ერთი და იგივე მუხლი, დაახლოებით არა, ზუსტად ერთი და იგივე მუხლია, როდესაც მზიამაღლობელმა რო დააწყა და მას ყური გაუწითლდა და ოკმევასაც იდახვის ჩატყმა არის ეს რომ ანუ შეუშალა მან აი ამ მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის განეიტრალება, როდესაც სურდა. თავად რა თქვა, როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას მოსამართლის? სიმღერით, რამტანტარარარარარა, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, ეს გვაქვს, ეს შენობა არის ცირკი, ეს არის, არ ვიცი მე, სასამართლო არ არის, ეს არის აქ ჩვეულებრივი ცირკი, რასაც ეუბნებიან, იმას აკეთებენ და იმას ასრულებენ. თავიანთი აზრი, თავიანთი სიმართლე არ გააჩნიათ ამათ. ეს არის ჩვეულებრივი 4-დან 7 წლამდე, ხომ? და აქედან იქნა 5 წელი გამოყენებული, რაღაც საშუალო თარიღი. კი. 5 წელი მიუსაჯეს პატიმრობის. კი ბატონო და ჩვენ ამას შესაბამისად გავასაჩივრებთ, სადაც შესაძლებელი იქნება. აუცილებლად. თამთა, ხნეობას გისურვებთ და არ ვიცი, გამძლეობას. მადლობა თამთა ჩხეიძეს, გიორგი ოკმელაშვილის ცოლი გვერდთვებოდა